ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული აპარტამენტების თემა სიმწოვესა და აქტუალობას არ კარგავს. გასულ კვირას დე-ფაქტო პარლამენტში ეგრეთ წოდებული აპარტამენტების საკითხის განხილვა საპროტესტო აქციებისა და სროლების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციურ პარტიათა ზოგიერთი წარმომადგენელი აფხაზეთის მოსახლეობას ყველა უკიდურესი ზომის გამოყენებისკენ მოუწოდებდა, რათა ხელი შეეშალათ ეგრეთ წოდებული აპარტამენტების შესახებ კანონპროექტის მიღებისთვის, რომელიც მათივე განმარტებით აფხაზებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს და საბოლოოდ აფხაზეთის გასხვისებას ნიშნავს. დე-ფაქტო პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მომიტინგეები კი ეგრეთ წოდებულ ვიცე-სპიკერთან შეხვედრას ითხოვდნენ. ლაშა აშუბამ მოგვიანებით კანონის მოწინააღმდეგებს განუმარტა, რომ უახლოეს დღეებში არ იგეგმება ეგრეთ წოდებული აპარტამენტების საკითხის განხილვა. რეგლამენტის შესაბამისად 5 დღით ადრე შესაბამისი განცხადება გაკეთებული იქნება. ამ ფონზე კი სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთში გაემგზავრა. უცნობია ვიზიტის დეტალები, თუმცა ფაქტია, რომ ვიზიტი ხორციელდება იმ პერიოდში, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური თვალსაზრისით დაძაბული სიტუაციაა. ეგრეთ წოდებული აპარტამენტების თემას ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები ეხმაურებიან. ისინი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ. მათივე განმარტებით, კანონის მიღების შემთხვევაში რადიკალურად შეიცვლება დემოგრაფიული ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში. თუმცა ექსპერტების თქმით, აფხაზების საფრთხეს არა ქართველებისგან, უფრო რუსებისგან უნდა ელოდონ. ის ადამიანები, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე დღეისთვის აპროტესტებენ ინვესტიციების გამხორციელებელთა უფლებამოვალეობებს, ვერ ხვდებიან და გონიათ, რომ ეკონომიკური პრობლემები დაუგროვდათ და ეს აბსოლუტურად ასე არ არის. მათ დაუგროვდათ პოლიტიკური პრობლემები და პოლიტიკური პრობლემებს განზესწევენ და თითქოს მათი როგორც ბიზნესმენების ინტერესების დაცვაზე იმაღლებენ ხმას უპირისპირდებიან იმ ადამიანებს. ეს გაგრძელდება, ეს სრულებითაც არ მიგვის. რუსეთის ფედერაცია ცდილობს აი ასეთი შეთავაზებებით დააკაბალოს ის ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ რაღაც ბიზნესი კონდეთ აფხაზეთში, გაუმაგროთ მათ ზურგი სხვა ქვეყნის, ასე ვთქვათ, მოქალაქეების მხრიდან, პირველ რიგში ეს არის რუსეთი 99% და შექმნან ისეთი პირობები, როდესაც თავზემოთ ძალა არ არის. მათ ეშინიათ, რომ კანონით ისარგებლებენ ძალიან საინტერესოა რუსეთის მცხოვრები ქართველები, ანუ ქართველები, რომელთაც აქვთ რუსული მოქალაქეობა და მათ აფხაზები ხელს ვერ შეუშლიან, რომ ამ კანონით ისარგებლონ და შეიძინონ აფხაზეთში უძრავი ქონება და ამ ფორმით ისინი ამბობენ, რომ ქართველები დაბრუნებიან აფხაზეთში. ამან მიიღო აბსოლუტური, შეიძლება ითქვას, ისტერიკის სახე, სამწუხაროდ, ასე ვთქვათ, შიში ცხოვრობს აფხაზური საზოგადოება, მითიური მტრები გარშემო, მათ შორის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართველები. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს სიტუაცია, რამდენ ხანს იცხოვრებენ ამ შიში, ძალიან რთული სათქმელია. რა თქმა უნდა, მუდმივად ეს ვერ გასტანს ვერანაირად. რუსები თუ მოინდომებენ ჩვენ ერთ დღეს, რომ ელემენტარულად ხელები გადაუღრიხონ აფხაზებს, რა თქმა უნდა, აფხაზები მათ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ, იმიტომ რომ მათი არიან დამოკიდებული თითქმის ყველაფერში. ჯერჯერობით როგორც წას რუსები ამის გაკეთებას არ ჩქარობენ და აფხაზებიც ახლა ამით ისარგებლობენ, რომ რუსეთს ახლა არ ეჩქარება დაკავებულები არიან, რა თქმა უნდა, უკრაინაში ომით და ამ კანონის წინააღმდეგ იბრძვიან, ოღონდ რა ფორმით, რომ აი ქართველები ისარგებლებენ ამით. შეიძლება ქართველების ეშინიათ, მაგრამ უფრო მეტად, რა თქმა უნდა, მაინც რუსების ჩამოსახლების ეშინიათ. ქართველები მაინც უფრო ალბათ შირმა. აპარტამენტების საკითხთან დაკავშირებით გაუმჭვირვალე სიტუაცია ძალიან ბევრ გაუგებრობას და შიშებს წარმოშობს. ბუნებრივია, როდესაც ათობით 1000 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი უძრავი ქონება შენდება, მას მყიდველი სჭირდება და აფხაზეთის ტერიტორიაზე არ არსებობს რესურსი იმისა, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიძინოს. ან ეს ყველაფერი გარედან უნდა მოვიდეს. ბუნებრივია ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც თვლის, რომ დღეს არსებული ომის შემდეგ შექმნილი ვითარება არის ერთადერთი სასურველი და სამართლიანი, ეწინააღმდეგება შესაძლებლობას, რომ უცხოეთიდან ამდენი ადამიანი ჩამოვიდეს, რაც მათ ბუნებრივია საკუთარ ადგილს გავლენას და შესაძლებლობებს დააკარგინებს. ამიტომ ამას ეწინააღმდეგებიან. მეორე ფაქტორია ის გაურკვევლობა, რომელიც ამას ყველაფერს თან სდევს და წარმოიშობა ინფორმაციის არარსებობით, ნაკლებობით, გაუმჭვირვალობით და ასე შემდეგ. ბევრი სხვა თემაც არის რასაკვირველი, მაგრამ ეს ორი მთავარია, რომელიც აი ამ შიშებს წარმოშობს და ვინ არის მშენებელი, რა ინტერესებია ყველაფერ ამის უკან. მეც მგონია, რომ ამან შეიძლება რადიკალურად შეცვალოს დემოგრაფიული ვითარება აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობიდან და დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ის რაც დღეს ხდება, მას არ ვაღიარებთ კანონიერად. ეს უბრალოდ ერთ-ერთი დამატებითი ფაქტორი გახდება მოლაპარაკებებისათვის.